აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან და სტუდენტური მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე მშვიდობის ელჩებთან შეხვედრა გაიმართა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტუდენტური პარლამენტის წევრებს ვრცელი ლექცია წაუკითხა აფხაზეთში კონფლიქტის მიზეზების, მისი პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების, დღევანდელი ვითარების, მშვიდობიანი დარეგულირებისა და ამ პროცესში სტუდენტი ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. ლექციის დასრულების შემდეგ ჯემალ გამახარიამ უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. დასასრულს კი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამას ხუბუამ და საერთაშორისო კავშირების განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმატებული სიგელით საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრები დააჯილდოვეს. ძალიან დიდი სტუმრობა გვაქვს უმაღლეს საბჭოში, ჩვენთან არიან სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლები. მე მათში ვხედავ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ეს ახალგაზრდები აი აქედანვე ძალიან არიან დაინტერესებული ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემით, რომელსაც აფხაზეთის პრობლემა ქვია. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სწავლაშიც წარმატებულები არიან ეს ახალგაზრდები და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წარმატებული სიგელით დაგვიჯილდოვებინა ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ჩვენთან მოგზავნდნენ. ჩვენთვის ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქტიურად ვიყოთ ჩართული სახელმწიფოებრივ პროცესებში, ასევე კომუნიკაცია გვქონდეს უშუალო გადაწყვეტილების მიღებ პირებთან და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ახალგაზრდებში დავნერგოთ არაფორმალური განათლება, რომელიც მომავალში მათ კარიერულ წინსვლაში ძალიან დაეხმარებათ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და კავკასიური მოზაიკა საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ეს შეხვედრა. გვიხარია, რომ ამ ასე რომ ვთქვათ, ღონისძიებაში ჩართული არიან საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ვინაიდან მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა გქონდეთ გადაწყვეტილების მიღებ პირებთან. ჩემთვის დღევანდელ შეხვედრაზე დასწრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, მე ვარ აფხაზეთიდან. ძალიან კარგი იქნება თუ ესეთი მასშტაბური პროექტები კიდევ იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან ჩვენთვის ყველაზე ტკბილ და მოგონებებით სავსე ადგილიდან, როგორც ჩვენთვის არის აფხაზეთი.